ცხენის წელში დაბადებულთა რიცხვს მიეკუთვნება მსახიობი და ტელეწამყვანი პაატა გულიაშვილი. აღმოჩნდა, რომ ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი თვისებები მის ხასიათშიც იკვეთება. მიუხედავად იმისა, რომ მე კახელი ვარ და გადავიღე ხოლმე ვირებისკენ უფრო ვიხრები, ძალიან მაგარი ცხოველია და დიდ პატივს სცემს. სწრაფად მიმსვლელია კონკრეტულ მიზნამდე. ოღონდ სწორ ცხენზე უნდა დაჯდე, მე ესე ვფიქრობ. ერთი რაც მას ყველაზე მთავარი თვისება აქვს, ბოლომდე არის ერთგული. ერთგული არის ადამიანის, რომელიც მას მართავს, ხედავს. თუ ეხლა ჩვენ ამას შევადარებთ, მაშინ მართლა ემთხვევა, იმიტომ რომ მე ძალიან ერთგული ვარ ჩემი საქმის. დარწმუნებულია, რომ ცეცხლოვანი ცხენის წელი წარმატების ახალი ეტაპი იქნება. წინ დიდი გეგმები აქვს და მაყურებელს ბევრ სიახლეს პირდება. ამბობენ, რომ როცა 12 წელიწადში ერთხელ თავისთავად ბევრ რამეს განსაზღვრავს, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად ეს პლანეტები და ამბები ეხმარებიან ამ წელში დაბადებულ ადამიანებს. ჩემი თეატრი გაიხსნება 7 თებერვალს პაატა გულიაშვილის კომედიის თეატრი და იმედი მაქვს, რომ ეს წელი და ცხენის წელი შემიწყობს ხელს. იუმორისტული გადაცემის წამყვანი ფიქრობს, რომ 2026 წელს ყველა ადამიანს შრომით და მიზანდასახულობით ყველა ჩანაფიქრის განხორციელება შეუძლია. და მოდი თუ ეხლა ცეცხლოვანი წელია, შეჯდეს რა ამაყად მთელი საქართველო ამ ცხენზე და ისე გავაჭენოთ, რომ ვიყოთ ბედნიერები, გაცნებული ცხენის გაისანაღავი იქნება და ყველაფერი ხელს გვიწყობს ამაში. მე მინდა რომ ჩემ ქვეყანას, ჩემ მოსახლეობას, ჩემ მაყურებელს, რუსთავი ორის მაყურებელს ვუსურვო აი ეს ბედნიერება და ეს ცხენის წელი ყოფილიყოს აი ესეთი, რომ აი არ ვიცი, რა ველოდებოდით, რომ აუ ნეტა კიდე როდის დადგება. მაგრამ ამ წელს თუ შევძლებთ ამას ჩვენ, მე ყველა წელი ასეთი იქნება.